day when moon was shining from above. I saw your face across the streets of Paris. I was so poor that hadn't even ate the night. By your beauty made me cry my shame. My melodies, I'm into anything for your happiness, my chérie. Play with me and dance with me. You are piece of my fantasy. Dance with me. A piece of my fantasy. I will do anything for your happiness, my chérie. Play with me and dance with me. You are piece of my fantasy. Dance with me. Dance with me. Dance with me. Bravo, Stefane, დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, საღამოშიდობისამდე. ძალიან დიდი მადლობა უნიჭიერესო ადამიანებო. ლევან დეისაძე, უჩა მეტრეველი, დათო შამანაუ. ლევან, უჩა, დათო, ძალიან დიდი მადლობა. იცი რა მომინდა ეხლა რომ არ უთქვა საღამოშიდობისა და გავასიყვა სტეფანე და გავეგზელებინა კონცერტი. ერთად, 1 2 3 სტეფანე. მადლობა. დიდი მადლობა ადამიანებო. აი ხა უკვე ოფიციალ ხო. ყველა დარბაზი გააქვსო წელს მაყურებლის შოუში ჩააგდო 2018-ში და 2019-ში აქ 19-ში ახლა 19-ში. 19-ზე კიდე მოვასწრებთ ლაპარაკზე, მანამდე ხა ოფიციალურად საღამომშვიდობისა, ხო უნდა ვთქვათ. მოგესალმებით. საღამომშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო, ძალიან ბედნიერები ვართ, მართლა მე და ხატია, იმიტომ რომ დღეს დიდი დღეა, ტრადიციული გათამაშების დრო დადგა 25 იანვარია, ხო თუ არ ვცდები? რა თქმა უნდა, არ ვღალატობ ტრადიციას და ყოველ 25 იანვარს, რა თქმა უნდა, რუსთავიორის პირდაპირ ეთერში და რა თქმა უნდა, 6 საათიანი კურიერი დასრულდება თუ არა, აუცილებლად უნდა იცოდეთ რომ შეგეძლო რა სხვანაირად გეთქვა ეს ყველაფერი. აი როგორ თავარ არხზე მთავარი გათამაშება.
ეტყობა რომ არხის პროდიუსერია. კი ბატონო, მთავარ არხზე მთავარი გათამაშება, მთავარი სურნელოვანი კომპანიისგან ისიპარი და რა თქმა უნდა ეს ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა და მე და ჩემი არაჩვეულებრივი თანამეწყვილე საუკეთესო ტელეწამყვანი, საუკეთესო ტელეპროდიუსერი და საერთოდ საუკეთესო პოზიცია არ ვარ ჯერ რეჟისორი. ენა მიყივის რომ პროდიუსერი რეჟისორი, კარგით, ნუ ეს ყველაფერი მან 25 ასია თუ ისია მე და ხატია შევეცდებით რომ გაგახაროთ დღეს, ნუ რამდენიმე თქვენთაგანი, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი რაღაცები მოგიმზადა ისიპარი. მე უკვე ნერწყვი მომდის. ძალიან მომწონს რომ წლიდან წლამდე ჩემი ნიკა ლომიძე ყოველ წელს განსხვავებული იმიჯით წარსდგება ისიპარის ახალ. იმიჯზე გამახსენდა, ეხლა სანამ იმიჯზე ვლაპარაკობთ, ჩვენი ძვირფასი ჟიურის წევრებიც ხო არ წარვადგინოთ, იმიტომ რომ იმიჯზე როცა ლაპარაკობ, სტილზე ლაპარაკობ, გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე და ესე შემდეგ, არ შეიძლება რომ არ გაგახსენდეს ის. თეონა თავარქილაძე, გემოვნებიანი და ულამაზესი. ყველაზე გემოვნებიანი, ყველაზე ლამაზი და როცა წლიდან წლამდე უკვე რამდენი წელია გამოკითხებში ყველაზე გემოვნებიანი, ყველა ასახელებს პირველ რიგში თეონა თავარქილაძეს. არ დაასახელებენ და ნახავ რასაც უზავ. და რა თქმა უნდა, მათ ეხლაც აქვს საშუალება რომ მთელი ნახევარი საათის განმავლობაში უყურონ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონი და თუ გსურთ რომ იყოთ ასეთი, მიბადეთ მას. გემოვნებაზე გამახსენდა და ეხლა გადავალ რაღაცნაირად რა. ყველაზე გემოვნებიანი მომღერალი მუსიკოსი სტეფანე. უკვე გიგილეთ, მაგრამ იცი რა, საერთოდ არა, შენ შეგვიძლია რომ ეხლა რაც გვინდა ის თქვათ და რეალურად ეგრეც არის. დიდი მადლობა. შეგვიძლია სლენგის გამოვიყენოთ და მე დაგესესხები, რომ საუბრობდით ხოლმე რეპეტიციის დროს ყველაზე სვეტი მომღერალი. სვეტი არის, კი, ვერაფერს ვერ იტყვი. და ადამიანი, რომელიც მთელი დეკემბრის მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ აი დეკემბერი აქვს როგორი გადატვირთული. შეიძლება ვერ დაურეკო, აი ნომერი რომელიც თქვენ აკრიფეთ დაკავებულია, თქო დაელოდოთ და სულ ეგ არის. ადამიანი, რომელიც მიხედვითაც გეგმავთ, როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, როგორ უნდა ჩავიწყოთ. ხო და ეხლა სანამ ეთერში შემოვიდეთ, ისეთი კარგი რაღაცები მითხრა, რომ მგონი წელი პოზიტიურად დამეწყო უკვე. ნახოთ როგორი იქნება წელი, ამას გათამაშების სრულობისას პოზიტიურად დაიწყო, ეხლა პირდაპირ ეთერიც ყველაზე სურნელოვნად რომ დაიწყო, ეს ფაქტია და ბატონი მიხეილ ცაგარელი. მიხეილ ცაგარელი. საღამოშიდობის. სხვათა შორის მიხეილ ცაგარელიც შემოვიდა, მთელი ტელეკომპანია რუსთავი 2 დაეხვია მას და ყველა თავის პირადი ჰოროსკოპი გამოიკვლია, ასე რომ ყველა ძალიან კარგი წელი გველის, თუმცა სრულობისას აუცილებლად გავიგებთ ვის როგორი წელია ეს, ხო? ხო და ხო არ შეუდგეთ ნელ-ნელა. მოდი ესე ნელ-ნელა გადავინაცვლოთ. მოდი. აუ ნადგილი გამიცვალე, შეიძლება გაგიცვალე, ნუ ხედავ ალბათ რომ სხვა ფერია წელ სტუდია, განსხვავებული იმიჯით და იმიტომ რომ რებრენდინგი განიცადა ჩვენ არაჩვეულებრივი ყველაზე სატელევიზიო ვერსია, ხო? კომპანია ისიპარი და ნუ კრემისფერი შავი ეს უკვე ჩვენი ფერია, ჩემო ნიკა. ხო და ეხლა სანამ ამ დოლურას დავატრიალებ, რომელშიც 178,940 ბილეთია დავიმახსოვრე, არსებობს. არ ვიცი, მე მგონი მათემატიკური სკოლა აქვს ნიკას დამთავრებული. მეგონია რა აქვს დამთავრებული სინამდვილეში. ხო და აი ამდენი ბილეთი სანამ ამ ადამიანებს მივხედავთ, მანამდე უნდა ვთქვათ რა ელით ამ ადამიანებს. ესე იგი, დავიწყეთ ჩამონათვალი პრიზების ჩამონათვალი, რაც დღევანდელ გათამაშებაში შეგიძლიათ მოიგოთ. წარმოიდგინე 5,000 ლარიან ვაუჩერს მოიგებს. 5,000 ლარიანი ერთ-ერთი ამ ბილეთთაგანი და წარმოიდგინეთ ეს ვაუჩერი შეგიძლიათ 3 წლის განმავლობაში დახარჯოთ, თან ეს არ იქნება 1,500 ლარიანი. 5 ცალი 1000 ლარიანი, რომელსაც მე შემიძლია 1000 ლარიანი ვიღაცას ვაჩუკო კიდევ რაც ესე პირდაპირ არავის არ ვაჩუკო. 5 ვაჩუკო შეგიძლია 2 აჩუკო და შეგიძლია 1000. ხო და ეს ძალიან მაგარია, იმიტომ რომ 3 წლის განმავლობაში შეგიძლია გამოიყენო, ხო? ეხლა არ მინდა ერთ ბაშად ვეცე დამატების დღე, ძალიან ბევრი დღესასწაული. ესე იგი 3 წელი გარანტირებული საჩუქრები. ეგ გადასარევი ამბავი, ეს ერთი გავიგეთ. მეორე. ანუ სიყვარულის ქალაქი რა არის? სიყვარულის ქალაქი ბორჯომი? ეს შენთვის შემდეგი? თუ სიღნაღი. სიღნაღი, რა თქმა უნდა, მე ვიგულისხმე მაინც ევროპის გული და რა მოსავლეთები. პარიზი, რა თქმა უნდა, ასე რომ სიამოვნებით წახვიდოდი მე მგონი ახლა სიყვარულის ქალაქში. თან მარტო არ წავიდოდი, თანაც. და ვიცი, ვისთან ერთადაც წახვიდოდი, მეუღლესთან. აგერ უკვე 16 წელია. და ალბათ უკანასკნელი ტანგო პარიზში რიმეიქით დაიდგმებოდა. ნუ დარწმუნებული. ესე იგი, მეორე საჩუქარი გელით, ორკაციანი საგზური პარიზში. კიდევ ერთი საჩუქარი, რომელიც ძალიან მაგარია. ნუ აი წარმოიდგინე ადამიანი ზიხარ შენთვის მოვიდა რაღაც N რიცხვი
იმისთვის რომ ერთხელ მაინც ისიპარიში შემოგძანდე და შენაძენი გააკეთე და მთელი წლის განმავლობაში ერთი წელი ერთ კონკრეტულ რიცხვში მოგდის SMS-ი რომ თქვენ დაგერიცხეთ 1000 ლარი ხელფასი. ერთი წლის განმავლობაში 1000 ლარი ხელფასი არ არის ცუდი ამბავი. გადასარევი და მეოთხე პრიზი რომელიც მე ძალიან მიყვარს. მაინც ხო ის ვარ, რა ქვია, ხო იცი? ეს არის მანქანომანი. მაინც მამაკაცებს და თან შენ ნიკოლო. არა მარტო მამაკაცებს, ხოთა შორის რაღაცა იცი როგორი უნივერსალური მანქანა არა, ქალისთვისაც კარგია და კაცისთვისაც, მაგრამ შენ ის ადამიანი ხარ, რომელიც ყოველ წელს ავტომობილს იცვლის და ამიტომ შენთვის მომინდია ეს პრეროგატივა რომ გამოაცხადოს სუპერპრიზი რა. არაჩვეულებრივი Toyota CHR რომელიც გამოცდილი მყავს და ძალიან გემრიელი და კარგი ავტომობილია, თავარია რომ Toyota. და ხოთა შორის ბევრი ვიფიქრეთ, გადავწყვეტეთ Toyota იმიტომ რომ უყვარს ადამიანებს და თან ფერი შევარჩიეთ, იცი როგორი, ჩვენ ხომ არ ვიცით რომელი სქესი იქნება გამარჯვებული და მამაკაცისთვისაც რომ კომფორტული იყოს და ქალბატონისთვის. რა თქმა უნდა, ეხა ესეც ცისფერი მანქანა იყოს, რა ვიცი, მამაკაც შეიძლება ცოტათი გაუხდეს ხო. ძალიან კარგი ფერია, ქალბატონსაც ხდება და მამაკაცსაც. იგი ხდება და ყველაფერი. შენც ყველაფერი. კაი, ჩაჯიქცადი. კარგი, ვინ ჩაჯდება და ვინ წავა? ვიფასე ჟიური კომისიის წევრებო, დავიწყოთ? თქვენი ნებართვა საჭი. ეხა ხო იცი თავარი რა არის, მე რო ამოვიღე ბილეთს, ნომერს ამოვიკითხავ, მე მომაქვს თქვენთან და თქვენ უნდა გადამიმოწმოთ, რომ მართლა ის ნომერია თუ არა და ხوار ჩავაწყე შემთხვევით, ესე იგი არაფერი არ მაქვს დამალული. ესე იგი 170,000 ბილეთში შენ თუ ნიკა შეგიძლია რამეს გაკეთება შეყო ხარ არ ვიცი. რანერ შოუებს მოვაწყობდი ხო ხტები? წავიდა. ესე იგი, რითი ვიცი? 5000 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გავათამაშე. ვათამაშე 5000 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს. რომელსაც ისიპარის ნებისმიერ მაღაზიაში გაანაღდებთ, არა მარტო დედაქალაქში, ფოთში, ქუთაისში, ბათუმში და რა თქმა უნდა ქალაქ რუსთავში, ასე რომ. ეხლა უნდა შეცადო რომ ყველა ბილეთი ჩავყარო. ხო, ნიკა, შენ უნდა ამოიღო ბილეთი, იმიტომ რომ მე შეიძლება ჩავარდე. არა, შენ ვერ ამოიღებ. იცი საინტერესოა რომ სულ ამბობენ ხოლმე რომ აი აქედან იღებთ ახლოდან და იმარა დააშავა და მოდი აი ხო და ყველაფერი შენთვის მომიგე და ნახოთ როგორ იღებ და რომელ ნომერს ამოიღებ ასე რომ დავიჭირე ტელემაყურებელს შევახსენებ რომ მოიმარჯვეთ თქვენი მეორე ნახევარი ბილეთის რომ ბილეთის ნომრის იდენტიფიცირება შეძლოთ მაშასე 5000 ლარი ლარიანი ვაუჩერი უბრალოდ საჩუქრად ერგო ბილეთის ფლობელს ნომრით 1 3 7 2 8 8 1-3-7-2-8-8 გილოცავთ თქვენ გამარჯვებული ხართ თქვენ ხართ ის ადამიანი და იმ ბილეთის მფლობელი რომელმაც მოიგო 5000 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი სიპარისგან ასე რომ შეგიძლიათ მობრძანდეთ და როგორ უნდა მობრძანდეთ სად უნდა მობრძანდე ეგ არის არა ჯერ მოდი დავიწყოთ საიდან იცი ეხლა მე არ ვზივარ ტელევიზორთან არ უყურებ და როგორ უნდა გავიგო როგორ უნდა გაიგო და ესე იგი თუ არ ზიხარ და არ უყურებ შეგიძლია შემდეგ მიხვიდე და თუ არ ზიხარ და არ უყურებ რა გინდა არ არსებობს ეგეთი რო არ ზიხარ და არ უყურებ გათამაშება, მაგრამ თქვა საჭესთან ხარ ხო ამბობ. შეგიძლია თუ Facebook-ი გაქვს, Facebook-ში ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე თუ ან ოფიციალურ ვებ გვერდს ისიპარის 3W ისიპარის CTLG ან თუ თქვა ამ წუთას ინტერნეტი არ გაქვს და არ ხარ კომპიუტერთან და რა ვიცი რაღაცნაირად არა გაქვს წვდომა, დადგება ორშაბათი დილა, გაბრძანდები გარეთ და შეიძენ ყოველთვის საყვარელ ჟურნალ თბილისელებს, სადაც ამოვიკითხავ ჩემს ბილეთის ნომერს. ყველაფერი. ან Instagram-ი გვაქვს არაჩვეულებრივი ისიპარი official, სადაც შეგიძლია ასევე ნახო ეს ყველაფერი. აი შანსი არ გამიტოვე ხო? ყველგან შეიძლება ხო რაღაცა ნახო. და შეიძლება კიდევ დარეკო უბრალოდ ნომერზე ისიპარის. კარგი, აი ნახე, ჩემი ნომერი გავიგე რომ მოგებული ვარ და სადნა მოვიდე? გასაკეთე? ხო, სადნა მოვიდე რომ პრიზი ავიღო. თუ ხარ დედაქალაქში ანუ თბილისში, შეგიძლია მოგზანდე პეტრეს არაჯიშვილის 17-ში, ეს არის ისიპარის ოფისი. და თან დარეკო 2-20-17-17 ან 2-20-17-16 რომ დარეკო და თქვა აი გაიგო სად არის პეტრეს არაჯიშვილის 17. აი არ ვარ თბილისში. აი სად ხარ მითხარე? ქუთაისში. ხარ ქუთაისში. თამარ მეფის გამზირ 10-ში მდებარეობს ისიპარის მაღაზია ქალაქ ქუთაისში. ძალიან ლამაზი თან ახალი მაღაზია. აი ვარ ფოთში. აღმაშენებლის გამზირი 14 არის ქალაქ ფოთში ის ოფიციალური მისამართი სადაც ისიპარის რუსთავში გვაქვს ძალიან დიდი მაღაზია შარტავას გამზირი ნომერი 3 სადაც შეგიძლია მოგზანდე და უბრალოდ მოახდინე შენი ბილეთის იდენტიფიცირება კიდე დაგჭა ერთი ქალაქი ბათუმი
ოფიციალური მისამართი ეს არის გორგილაძის ქუჩა ნომერი 88, ეს არის დიდი სავაჭრო მოლი, პათემი მოლი. ხათიასი ყველაფერი რო ახსოვს, ამას არ კარნახობენ, რაც ყველაზე მთავარია. ხო და კარგი, ეს ყველაფერი გავაკვირე. შენ ციცი პირადობა, ეხა ქალაქები დაემატება წლიდან წლამდე და უნდა დაამატო მისამართები მე არა, შენ უნდა დაამატო შენს memory card-ზე. სესხები beautiful memory-ში უნდა და beautiful memory-ში, კარგი. კაი, რა ვქნათ, ეხა გავაგზავნოთ. ეხლა რა ვქნათ, იცი რა არის? ეხლა უკვე უნდა გამოვავლინოთ ის ადამიანი, ვინც თავის მეორე ნახევართან ერთად, ან მეგობართან ერთად, ან შვილთან ერთად გაემგზავრება სიყვარულის ქალაქში. გადასარევი არის. ხო, ძალიან მაგარია. ესე რომ ხარ დაყნობილი და რომ გავიწყდება, რომ უნდა დაატრიალო. გადაყვები ხო? და მე არ მეგულება ადამიანი, ვინც პარიზში ანამყოფი და ერთი ფოტო მაინც არ აქვს ეიფელთან გადაღებული, ხო? არის ეგეთი ადამიანი. არის? შენ ხარ მართლა? რაღაცა გამორჩეული, ორიგინალური ხო? აკუნასაც არ ქონია გადაღებული, გესმის შენ? ო, ორიგინალური ხო უნდა იყო არა? სხვებიდან განსხვავებული. ხო და ასე რომ აი ეხლა ვისი ბილეთის ნომერსაც ამოვიღებთ და პარიზში იმედია გადაიღებს ხო? ძალიან გთხოვთ ერთი ფოტო ეიფელის კოშკთან აუცილებლად ჩავყო სადღაც. გამოგვიგზავნეთ ჩვენ რომ დავდოთ შემდეგ ჩვენს Facebook-ზე. იმისთვის რომ საინტერესოა ხო ეხლა რამდენიმე ბილეთი მეჭირა ხელში ისინი გამივარ და დამჩაერეს აი რატო? ხო და მე რატო ხდება ესე? კიდე ესეც არ გაგივარდეს მოდი დავკეტავ დოლარი. კარგი, შემდეგი გამარჯვებული. ანუ ორკაციანი სააგზური პარიზში ერგო ადამიანს რომლის ბილეთის ნომერია 0 5 3 0 7 0 053070 გილოცავთ თქვენ მიემგზავრებით პარიზში კიდევ ერთ ადამიანთან ერთად არაჩვეულებრივ მოგზაურობაში და რა თქმა უნდა ის ყველაფერი იმისთვის რომ ერთხელ მაინც შემოგბრძანდით ისი პარიზში და შენაძენი გააკეთეთ და ისე მაინტერესებს აი გათამაშება რომ არის ხო და ნუ მოვედი რაღაცა შევიძინე ყოველ 50 ლარზე მომწეს ერთი ბილეთი აი ამან რაღაც мотиваცია უმაღლა მომხარებას თუ არა რა თქმა უნდა მომხარებელი ჯერ ერთი უკვე მიჩვეული ამას იმიტომ რომ ჩვენ უკვე მე-13 წელია ეს აქცია გვაქვს რომელსაც რა თქმა უნდა ყოველ წელს უფრო ხვდეთ არა აქცია არა და მიჩვეულია და სულ ერთ და იგივე რაოდენობა დადის ხო ალბათ არა რაოდენობა წელს იყო მართლაც კოლოსალური და ნუ დაახლოებითი სტატისტიკით შეიძლება გითხრა რამდენი ადამიანი ესტუმრა ისი პარიზთან ძალიან მცირე მონაკვეთში ეს იყო 1 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით და ხო ძალიან მოკლე პერიოდია. თქვენ ნახევარში ეს იყო დაახლოებით 73014 ადამიანი ძვირფასო სტუმრებო. 73014 ადამიანმა გაგვაბედნიერა დაახლოებით და გვესტუმრა ის ტიპაში და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც ერთხელ მაინც შემოვიდა ჩვენთან და რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის დიდი პატივი და დიდი დაფასებაა და მე დარწმუნებული ვარ რომ ადამიანებსაც დაუფასდათ და ხო და ერთ-ერთი მეც ვარ რომ ეხლა ჟიურის თავმჯდომარემ თქვა და არა მათ ჩემი ბილეთებიც იქნება მარტო თეონასი ყველა ჩემიც იქნება შეწარმოიდგინე. არავინ არ იცის ყველას ჩემს გარდა ყველას ბილეთებია ძვირფასად. შეიძლება დავაშავე შესაძლოა არ შეიძლება კარგი. ჩემთვის შეიძლება და არის. ხო და როგორ ხარ? კარგად, ხო დაგაბარე გოგოებს მოაგებინეთ ხო და მათ შორის მეც ვარ და ჩანთაში მაქვს ბილეთები ახლა რომ მორჩება შევამოწმოთ. ეგებ მე მივდივარ. გოგოებს მოაგებინე რა? რა, იმიტომ რომ გოგოებს უხარია. ბიჭი მარა დავაშავე. და ბიჭი რომ მოიგებს ისიც გოგოსთვის იგებს. ხო და ამიტომ ჯობია რომ ორმაგი გამოდის. ხვდები ბიჭს გაეხარდა და გოგოს აჩუქა. ხო და პრიზის ისეთია ორმაგი გოგოსაც უხარია და ბიჭს ეგეც არის. კი. თო შენ როგორც უკვე აღნიშნეთ ესეთ არ გიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ძალიან გემოვნებიანი და ძალიან დახვეწილი ხარ და ძალიან ლამაზი ხარ. წელს ბატონ მიშესთან გადავალთ შემდეგ კითხვით. ისეთი ვარდისფერი გოჭის ტახის წელია. მოდი ესე ვთქვათ, ხო ბატონო მიხელ ტახის წელი. კარგი ვარდისფერი არ არის. ყვითელი? ხო მე ისე ნუ თეონას უკვე ეწყობა რომ ტრენდულად შეიძლება იყოს ყავისფერი, შეიძლება იყოს კრემისფერი. ანუ ყვითლის სპექტრი შეიძლება იყოს ყველაფერი? და ჩვენ რო შავებში ვართ, ეხა დავაშავეთ. ესეც ყვითლის სპექტრი უბრალოდ არ ჩანს. ფერია ჩემო კარგო ლომებს უხდებათ შავი წითელთან ერთად წითელ. აჰა და უხდებათ, ანუ ყვითელი შავს ძალიან უხდება, ხო? შვენიერია. ნუ ამ თემას ჩვენ კიდე დაუბრუნდებით. რა არის ტრენდული და ესეთი მსოფლიო დიზაინერები რას თავაზობენ 2019-ში, როგორი მოდა, ანუ და განსაკუთრებით ქალბატონებს. ან გოჭის ფორმებით უნდა ვიარო თუ არა? დინგით. Beauty and the Box-ის გადამკიდე უფრო მაკიაჟის ტრენდებზე შემილია უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ, თუმცა ეს ორი თემა არ არის შორს ერთმანეთისგან და მოდას რაც შეეხება ფერები, რაც თქვით უკვე, ანუ
ბაზა შეიძლება იყოს უფრო შვიდი, მაგრამ მკვეთრი ყვითელი, ატმოსფერი, სტაფილოსფერი ეს ლაქები იქნება 2019-ის ფეშენში ყველაზე ტრენდული ფერები. გამოკვეთილი ოქროსფერი შეიძლება. გაგეხარდა ხო? ძალიან გიჟდებით. და ესევე აი ძალიან მოკლედ რო ვთქვათ მიმდინარეობაზე აი ეს რაც უკვე რამოდენიმე სეზონია დგას ეს oversized ტანსაცმელი ისევ არ კარგავს აქტუალურობას და რაც აი დიდი ზომაში დიდი იგივე მამაკაცური სტილი ქალზე ეს ყველაფერი ისევ ძალიან ტრენდულია და მაგრამ შენ მაინც ინარჩუნება შენს ქალურობას და ესე oversize-ზე მაგრამ ხაც მეც მინდა რომ ცოტათი უარი ვთქვა იცი ხო მაგრამ ეს რაც მათვია oversize არის ანუ ითვლება ეს oversize-ად ითვლება კი რომ ავდგები გაჩვენებ ხო მეც ეგრე ვარ ახლა oversize მათვია სიამბეში ციფრხელი ვარ აუ დაგვენახე ადაკი რა მაინტერესებს ანუ კაბა არის oversize ანუ ჩემი ზომა არ არის ვიცი რომელი საიზია, მაგრამ გადასარევად გამოიყურება. მადლობთ, მაგრამ ანუ ამაზე საუბრობდი, ანუ არა ახლოს ტანტან, არამედ რაც შეიძლება გაბერილი, დიდი, სხვადასხვა ფენებისგან შემდგარი ლუკები. მე ვიცი ეგ ვინც მოიგონა. მაგრამ აქვე დავამატებ რომ შენ არ მოიფიქრებდი მაგას. ლუკი უნდა იყოს მორგებული ტანზე და უნდა ვისაც შავები გვიყვარს შეიძლება, ხო, არა ვიქნებით ამოვარდნილები ძალიან, ხო, ტრენდიდან. ბატონმა მიშამ თქვა, რომ არ გინდათა ყოველდღიურობაში სულ შავებში სიარულიო, თუმცა მე ძალიან მიყვარს. სამაგიეროდ ნიკას რა აქვს? აი ესეთი პატარა წვერი. ანუ არა დიდი წვერი, ანუ პატარა წვერი ეს ტახის წელიწადში ძალიან აქტუალურია. ანუ ტახური წვერი აქვს ნიკა? წვერიც და ხო ისიც რა ქვია, ჯაგარიც. ჯაგარიც ხო არა? ხორის ჯაგარი ხა კოსტუმომიტან მე დაგიფსანი რამეს ჯაგარიც. და ვინ გიფსა უკვე მიგიტანია რო სადღაც როგორც მივიტანე უკვე. კაი, რა ხარ გავაგზავნოთ? მეიკაპი ყოფილა მოდაში და ერთ კითხვას დაუსვამ კიდე მე მაინც გოგონებისკენ ვარ და გოგონებს ვიცი რომ მაინც ეს არ დაამთავრებს ზუსტად ვიცი არასდროს. და მაინც სულ ტრენდულია და ყველას ვიც უმეტეს საქართველოში ძალიან მოწონთ წითელი პომადა და ანუ წითელ პომადაზე უარს ვამბობ 2019-ში თუ მაინც ხანდახან გვისვია. ხანდახან წითელი პომადა კლასიკაა და არაფერი არ ეხება და ყოველთვის შეიძლება, თუმცა უფრო წითელზე უფრო მუქი, აი ღვინისფერში გადასული ესეთი პომადა და მთავარი ტრენდი არის გლითერები. აი მე რო ეხა თვალებზე მისვია ოქროსფერი ჭყველა გლითერები, რომელიც მარტო დღესასწაულებზე კი არა, უკვე იმდენად ტრენდულია, რომ ყოველდღიურობაში შეიძლება გამოიყენო. ხო, ეს გამეხარდა, რომ ღვინისფერი მიხდება ძალიან. ხო და შენ გლითერიც გიხდება თვალებზე, იმიტომ შენ ყველაფერი გიხდება, ნიკა. მე მიცემი რა არის გლითერი მიხდება ძალიან. გლითერი ბზინა, ნახე თელს რაც უსვია, ეხა ნახე ალამაზად. ჰაილაიტერი სხვა არის? ჰაილაიტერი ყველა ქალისთვის აუცილებელი. მასკერაც სხვა არის? ნიკა პოჩა, ჰაილაიტერი. კი, მასკერაც ვიცი და ჰაილაიტერიც. ხო, აი წერტილოვანი ჰაილაიტერი. თინეიჯერი ყავს შვილი გოგო სახში და მაგიტო ვიცი ყველაფერი. არა, თან ბარსმობების ოჯახი ხართ ეხა მოდი. კაი, გავაგზავნოთ? ო, რა უნდა გავაკეთოთ? სანამ შენ არ დაგიმთავრებია მაკიაჟზე ლაპარაკი. არა, გახსოვს? კი, 1000 ლარიანი ხელფასი. თეონა თავარცხილაძის მოდას რომ მოერგო, ყველაფერთვის გჭირდება რა? ხელფასი. მანი? კი, გჭირდება თან სტაბილური. ასე რომ ერთი წლის განმავლობაში 1000 ლარი ყოველ თვე ისიპარისგან ერგო ბილეთს რომელს ნომერსაც ეხლა ნიკოლოს ლოუნიძე ამოიღებს და გავიგებთ იმ ბილეთის ნომერს რომელიც ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა იმიტომ რომ წარმოუდგენელია არ ეწოდოს ბილეთის ფლობელს იღბლიანი რომელიც 170.000 ბილეთში გამოირჩევა 174940-ში შენგენაცვალე იცის ყველაფერი იცის ნიკას ჯადოსნურ ხელს 938-ში უკვე ორი ამოვიღეთ ბატონო მიხეილ სხვათა შორის თქვენ რომ ბრძანეთ რომ ოქროსფერი ძალიან ტრენდულია ამიტომაც ბილეთიც ოქროსფერი იყო თქვენ გემორჩილებათ კომპანია ისიმარი 1000 ლარი ყოველ თვე ბილეთის ნომერი გახლავთ მოგებული ბილეთის ნომერი გახლავთ 1 4 4 7 3 4 გილოცავთ თქვენ ხართ ის ადამიანი რომელიც ერთი წლის განმავლობაში თვეში ერთხელ მიიღებს 1000 ლარ ხელფას კომპანია ისიპარისგან. ზეა ეხლა პირდაპირ ეთერში არ გვესმის, მაგრამ მე აი რაღაცნაირად შიგნით მესმის ჩვენი მაყურებელი კი
ჩემი ბილეთი აი თუ არ არსებობს და თუ მამაკაცია მეუღლე აქედან ჩემი რამდენია თვეში და ბავშვები გამორბიან ამბავი რომ აი დედიკო ეხა ის მიყიდე ყოველთვის იქ მივდივართ აქ უკვე დაგეგმარება მე წლის განმავლობაში რა შენაძენი უნდა გააკეთო ხო ბატონ მიხეილთან მექნება 1-2 ესეთი კითხვა ვიცი რომ შენ გაინტერესებს ძალიან მაინტერესებს გიждები ხო იცი რაღაცას მეუნება ყონა ყველაზე და ხო იცი ცოტა გააურებულია ხანდახან მაგრამ მარტო კუპებზე არ გვინა უბრალოდ გვაინტერესებს 2019 რისი მონტანია და როგორი იქნება შემოკარგებო სიყვარულისთვის საუკეთესო და ოჯახისთვის რა თქვენ იცით საერთოდ ტახი როგორ მრავლდება ხო გამრავლებისთვის და ჩვენთან არის დემოგრაფიული პრობლემა გამრავლებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ვისაც განზრახული კარგი მყარი ოჯახის შექმნა სიყვარულთან იქნება ეს ჭეშმარიტ სიყვარულთან დაკავშირებული და გამრავლებისთვის არის კარგი პერიოდი ეს გადასარევია თან გამრავლებისთვის ოღონდ ერთი დეტალი 5 თებერვლიდან იწყება ტახის წელიწადი ჯერ არ დაწყებულა გავითვალისწინოთ ეს ერთი შემდგომ ფინანსური შემოსავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო წელიწადია ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ რომ აქ ასე ვთქვათ გარკვეულწილად პროექტებში იდეებში ჩაერთოთ ახალი იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა მოგეცემათ და უცხო ეთი საუკეთესო წელიწადია უცხოეთთან ურთიერთობისათვის გნებავთ ბიზნეს პროექტების კუთხით გნებავთ დასვენების გნებავთ რაღაც სხვა სტეპანეს დაინტერესებს ეს კონცერტების სახე და კულტურული გაცვლა და ასე შემდგომ ყოველხრივ ეცადეთ ეს წელიწადი არ დაკარგოთ იმიტომ უცხოეთთან კონტაქტები მათ შეიძლება იქნება მოზიდვა ინვესტიციებისა ბიზნესის გახსნა და შემდგომ საუკეთესო წელიწადია. აი ეს სამი ფაქტორი არის წინა პლანზე წამოწეული. ანუ ერთ-ერთ გამარჯვებულს უკვე ერთ ადამიანს ორს პრინციპში უკვე მივეცით ამის საშუალება რომ მოერგოს 2019 პარიზზე უკეთესი უცხოეთი რა არის ახლა ხო? სიყვარულის. და ბატონო მიხეილ 5 თებერვალი ახსენეთ და კიდევ ერთხელ მინდა რომ ტელემაყურებელმა იცოდეს 5 და მე კი ვიცი ბატონო მიხეილს მთელი დეკემბერი ურეკავ როგორი კაბა უნდა ჩავიცვა რანაირად 5 თებერვალს შემოდის ნამდვილად აღმოსავლური კალენდრით 5 თებერვალს შემოდის ტახის წელიწადი, ანუ ტახი ეს ჩინურად და იაპონურად ღორი, მოდი ვთქვათ ასე, ხო? და გარკვეული ასე ვთქვათ სიმბოლოებია, ესე იგი ტახის სიმბოლო არ დაგავიწყდეს. თუ ჩვენ გვაქვს ძაღლის სიმბოლო მოიხსნება უკვე თქვენ სახლში და მხოლოდ ტახი რჩება. რკო რომელიც ჩვენ ახსენეთ ძალიან აქტუალური იქნება და მინდა გითხრათ რომ პატრა რკო თუ დაუდეთ წინ იქნება ძალიან კარგი ჩვენი პატივისცემის ნიშანი ტახისთვის. ყველა რკოს წამოვიღებ. თუმცა ნებისმიერი რამ ახლა მაგალითად ტახი ყველაფერს მიირთმევს რამე თუ გაქვს წინ დაუდეთ რომ ის სიამოვნოს. შეიძლება იყოს ნებისმიერ წვანილიც კი ბატონო. მიიღებს ამას. ბატონო? აი სადაც სიმბოლო გვიდევს. ჩვენ ტახის სიმბოლო უნდა გვიდევს. ანუ ბატონო ტახი რკო ან რაღაცა ესეთი რომ პატივი მივაგო ეხლა გაითვალისწინეთ ჩემოკარგებო 2 ლარიანები თუ გაქვთ 2 ლარიანი ხო შუაში ოქროსავით ისეთ ხო აი ეს 2 ლარიანი კარგი იქნება თუ დაიდება მაცივრის ქვეშ მთელი წლით მაცივრის ქვეშ ეს იქნება ფინანსური მოსწრაფი არ გაბედოთ რომ გამოგავოთ იცოდე სახში არ გაბედოთ ჩემოკარგებო კიდევ ერთი ესე იგი მეპლის ინსტიტუტი ჩვენთან მუშაობს და მნიშვნელოვანია გინდა თქვენ იყავით გინდათ ვინმე მეგობარი იყოს თქვენი ოღონდ მეკლე შემოვიდეს აუცილებლად ესე იგი უკვე ღამის 20-ში არა 20-ში კი არა ეხლა 5-ში 4-ში არა 4-ი დამთავრებული უკვე 5-ია დაწყებული ანუ 4-ში ღამის 12-ის მერე ღამის 12-ის შემდგომ შემოვიდეს შემოიტანოს ბრინჯი რომელშიც იდება 3 ცალი 2 ლარიანი და ეს ბარაკის და ხვავის სიმბოლოა რა ამბავი იქნება ხვავიან დროზე უნდა გადავახუნდეთ ვისაც გაქვთ კიდე კვახი აუცილებლად ესე იგი მე მქონდა ახალ წელს ამოიღეთ თესლი და მიმოაბნიეთ თქვენ სამზარეულოში დილამდე დატოვეთ ესეც კიდევ ერთი სიმბოლოა არა ჩვეულებრივი რომ დილამდე ამან იმუშაოს ენერგეტიკა შემოიტანოს გაუჭრელა რასაკვირველია და კიდევ და კარეტად რო გადაიქცეს და პრინცი მოვიდეს ამ გაჭრა და ისინი გადმოყარო და სხვათა შორის ესე იგი შეიძლება პრინცი ამო თუ გეკნებათ სუფრა ესე იგი მაგიდაზე გაითვალისწინეთ კარგი იქნება გადასაფარებელი თუ არის ოქროსფერი ან ყვითელი ესე ტონებში და ესე თითოეული თეფშის ქვეშ თუ დადებთ 2 ლარიანებს იქნება ასევე თითოეული სტუმრისთვის კარგი, ოღონდ იმ სტუმარმა ეს ფული უნდა წაიღოს თან. ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი, მე გეტყვით ერთ რაღაცას. მე საერთოდ ვერაფერი ვერ დავიმახსოვრე, ამიტომ რომ მივალ სახში ამას გადავახვევ და თავიდან უნდა დავხსოვდე და ამოვიწერო. რას დავიმახსოვრე და გავიგე, ის არის რომ ეს ქართველები ყოფილად არ ვიცი, საოცარი ხალხი, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ 2 კი არა, 3 ახალი წელი გვაქვს.
ღმერთი სამობით ხო არის? არა, ნახე როგორ არის ქართველებს 3 გვაქვს და მთელს მსოფლიოს 2 აქვს. ისინი ხო ერთხელ აღნიშნავენ და მეორე 5 თებერვალს. 3 და მორჩა. კი ბატონო. აი ეს. არ გეკამათები ნიკა. კაი, ნუ ძალიან საინტერესო რაღაცები გავიგე, მე ვხედავ უკვე როგორ არის დეფიციტში ორლარიანი, გოგრა. ორლარიანს ეხლავე ვახულდავებ რომ გოგრებია დეფიციტში. არია ყველას. და მე ბატონო მიშა, თქვენ როგორ ბრძანეთ 31 დეკემბერს სანთელი უნდა აგვენთო 5 წუთით ადრე რომ ძველი წელი გაგვეცილებინა და ახალ შევხვდეთ მე. თუ ამას ეხლაც გავაკეთებ, ხუთელი ფერი სანთელი თუ გვაქვს 3 წალი. აუცილებლად მადლობა. არა, 3 წალი ჯობია, იმიტომ რომ ძირითადი რიცხვი არის წლის 3. 3 არის პლანეტა მერკურის სიმბოლო. მერკური მართავს ნიკას ნიშანს ჯგუფებს. ანუ ეს არის ინტელექტუალური განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო წელიწადის შეხვედრა. ჩვენი წელია რა, ინტელექტუალური. ამიტომ დავანთოთ სანთელი, მადლობა გადავუხადოთ წინა წელიწადს და შევხვდეთ ახალ წელს სურვილებით. რა სურვილი გაქვთ? აი ჩაუთქვით ამანთებულ სანთელს. რეალური სურვილები უნდა ქონდეს ფრინავი თებში მომიყვანოს, არა ეგრე არ უნდა. ბრძანა ინტელექტუალი, ასე რომ დაუჯერეთ ნიკას. ერთი რა ხო ხედავ მერკურში ვარ პირდაპირ. და მომისმინეს 3-ში ვინ არის დაბადებული, იცი 3 აგვისტოს? სამაგვისტოს. ყველაზე ცნობილი და ყველაზე გემოვნებიანი ლომი. 3-ზე რატო იმას 3 აგვისტოს. ანუ ამას ათნიშნავს. რა? დავისწორე. არა, თან იცოდე რომ ლომებისთვის ლევანდელი წელი არის იდეალური, ანუ ცეცხლის სამეთე შენთვისაც. ანუ ლომები ვერძები და მშვილდოსნები. ვერძი, ლომი, მშვილდოსანი უმთავრესი, მერე ყურო და მერე ტყუპები. აგერ ვართ ყველანი სახელი. ანუ ის ხუთეული ძირფასო ტელემაყურებლებო ისიპარის საახალწლო გათამაშებისას წარმოგიდგენთ იმ ხუთეულს, რომლისთვისაც არის საუკეთესო წელია. ხო და ესე იგი სტეფანემ 2019 წელს უნდა მოქოქოს რაღაცები უფრო ვიდრე 2018-ში? არა, ეს არის ხო აი ამდენი ძალიან კარგი კონცერტი გააკეთა, რომელზეც ბევრ მათგანზე ვიყავი, ძალიან ვისიამოვნე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვიცი, აი ესე ჩემი მეგობრებისგან, რომ მაინც რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს. არა, ჯერ ერთი 14-ში მოვდივარ და 27-ში მოვდივარ. ეხლა და 14 თებერვალს მოვდივარ. არ შეიძლება თქმა, დაგვაჯარიმებენ, თორე ისე. 27-ში არაფერი არ არის. არის, თურმე არის, მე მოგიყვება. კაი, შეგეგმო. მე გეგმა მართლა დაგეგმილია უცხოელ პროდიუსერებთან მაგ მოლაპარაკება და გასვლები. აჰა, და გასვლები ქონია. და სხვათა შორის აქვე დავძენ და კიდევ ერთხელ. არა, გასვლები ჩვენ გაგვეხარდება, აქაც ხო იქნება. აქ ერთადერთი მექნება ეხლა 14-ში და ვხურავ, იმიტომ რომ არ მინდა მოვაბეზრო მაყურებელს, სმენელს. აი, მე ვერ ვიტყოდი. ეხლა ნახე რა ამბავია ავატეხინო. ხო, და ასე რომ ამიტომაც ძირფასო ტელემაყურებლებო, ამიტომაც რომ ვიცოდით რომ სტეფანეს ეხა ერთი კონცერტი აქვს 14 თებერვალს და მე ხურავს, ამიტომაც ვერ გაუშვით ვერსა და კომპანია ისიპარემ გამოიყენა შანსი რომ თელს 5 მილიონ ადამიანს კიდევ ერთხელ მივეცით საშუალება რომ მისი ფანტასტიკური მუსიკა მოგვესმენ. აი, თქვენ ეგ ამბავი? ჩვენ თხოვეთ მას და დავპატიჟეთ ადამიანი. ხვდები? და სხვათა შორის აქვე დავძენ რომ სტეფანე ის ერთ-ერთი პირველთაგანი ქართველი მომღერალია ჩვენი ეპოქის, რომელმაც მთელს მსოფლიოს გააცნო ქართველები და მისი არაერთი პროექტი, რომელსაც ეხლა არ მოვყვები და ლონდონში მიცემული ინტერვიუები და მთელს ევროპაში და ნუ რა ვიცი, ძალიან ამიტომაც ვამბობ რომ გასვლები მისთვის არ არის უცხო. ხვდები რაშია საქმე? ამაშია საქმე. ესე იგი, საჩემილი ამდენი კარგი რაღაც მოსმენა ერთბაშად. ხო და ეს 25 იანვარი ხშირად რო იყოს, არ შეიძლება და გათამაშება რო იყოს ორჯერ, სამჯერ. 25 იანვარი შეიძლება არ იყოს ხშირად, მაგრამ გათამაშება იყოს წელიწადში 4ჯერ. აჰა, ესეც არ არის. იდეა მე ვიცი რომ ახლა ისიპარის დირექტორატი და დამფუძნებლები ახლა არიან ტელევიზორთან და გავითვალისწინოთ რომ სეზონურად ერთი გათამაშება, ანუ გაზაფხული ზაფხული შემოდგომაზე და როგორც ძალიან კარგია. კოლექციასავით რომ იყოს და გავაკეთოთ და ჩვენ არაჩვეულებრივ მე თანახმოვარ, რაც მე თანახმოვარ და ხვალ დაგირება უფროსები თანახმოვარ. რომ პრიზების დაგოვის და ის ადამიანებიც რომლებიც გველოდებიან და ელოდებიან თავის პრიზს. კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მაქვს ახლა ტელემაყურებლისთვის. ჩვენ გარდა იმისა, რომ 1 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით ადამიანებს ვაძლევდით საშუალებას, რომ ფასდაკლებასთან ერთად ყოველ 50 ლარზე მიიღოთ ერთი ბილეთი, რომლის ერთ ყუასაც მაღაზიაში ტოვებდნენ და მეორე თან ჰქონდათ. აი მაღაზიაში დატოვებული ყუა არის მოთავსებული 174,000 ცალი, რომელსაც შენ აჟღერებ. გარდა ამისა, ჩვენ ადამიანებს ყოველ 200 ლარიან შენაძენზე ვაძლევდით 50 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს. და რასუშებიან სასაჩუქრე. აი სწორედ ეხლა უკვე რამოდენიმე დღეში 1 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით ხდება ამ ვაუჩერების განაღდება, ასე რომ 50 ლარიანი ისიპარის სასაჩუქრე ვაუჩერების, ასე რომ ძვირფასო ტელემაყურებლებო და ძვირფასო სტუმრებო, ვიცი რომ თქვენს გაქვთ არაერთი ვაუჩერი 50 ლარიანი. ნუ დაგავიწყლებათ, იმიტომ რომ
პირველი თებერვლიდან 10 თებერვლამდეა მისი განაღდების საშუალება და შანსი და ნუ გავუშვებთ ამ შანსს თან ძალიან ბევრი სიურპრიზებიც გველის, იმიტომ რომ მოდის სიყვარულის დღე, მოდის 3 მარტი, 8 მარტი და ჩუქებენ ეს პატარები რომ ყველაზე ჩუქნიან, ამასაც ჩუქნიან და არა მარტო ამას, კიდევ ძალიან ბევრ ამას ყველაფერი, მაგრამ მაინც გიხარია. ნაწილობრივ კიდევ დავაანონსებთ. ეხლა რა დაგვრჩა? ეხლა დაგვრჩა კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ ადამიანებს, მანამ სანამ სუპერ პრიზ ანუ Toyota CHR-ს გამოვავლენ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის პირობები, რის საშუალებითაც მათ უნდა გამოავლინონ საკუთარი ბილეთი. ხო, და როგორ მოიქცეს, სად მივიდნენ და ასე შევ. დაიწყე და მე მანამდე მანქანას შევამოწმებ. მაინტერესებს უბრალოდ. გეხოცები არ წახვიდე, არ დამ. არა, მაინტერესებს როგორი მანქანაა. არ დამტოვო გევედრები, ნიკა გთხოვ რა. სანამ ნიკა გაერთობა და ავტომობილს კიდევ ერთხელ შეაფასებს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ის ადამიანები, რომლის ბილეთის ნომერიც გამარჯვებულ ნომერს დაემთხვევა, უნდა მობრძანდეთ დედაქალაქში, ანუ თბილისში, მისამართზე პეტრე სარაჯიშვილის 17A. ან შეგიძლიათ ზარეკოთ კიდევაც ნომერზე 2201717 ან 2201716. თუ არ იმყოფებით დედაქალაქში და ხართ ქალაქ რუსთავში, შეგიძლიათ მობრძანდეთ შარტავას გამზირზე ნომერ 3-ში. თუ ხართ ქალაქ ქუთაისში, შეგიძლიათ მობრძანდეთ თამარ მეფის გამზირზე ნომერ 10-ში, სადაც განახლებული ისიპარის მაღაზიაა. თუ იმყოფებით ქალაქ ბათუმში, შეგიძლიათ მობრძანდეთ მისამართზე გორგილაძის ქუჩა 88, ეს გახლავთ ბათუმი მოლი, მეორე სართულზე არაჩვეულებრივი მაღაზია ისიპარის. და თუ იმყოფებით ქალაქში ფოთი, შეგიძლიათ მობრძანდეთ მისამართზე აღმაშენებლის გამზირზე ნომერი 14, რა თქმა უნდა თქვენი ბილეთის ნომრით, იმისთვის რომ მოხდეს იდენტიფიცირება და გავიგოთ რომ თქვენ ხართ. ხოლო ავტომანქანას კი გამარჯვებული მიიღებს Toyota Center Tegeta სერვის ცენტრში. ასე რომ ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ მოგიყვებით, მას შემდეგ რაც Toyota მობრძანდებით. Tegeta სერვის ცენტრში? აუ, გადმოდი რა. ერთი წამი, იცი რა კაი მანქანაა, გაგიჟდები. ერთი წუთი ხატია. ნახვამდის. მეშინია. დადის. მე მგონი ნიკამ გაიტაცა მანქანა და მეშინი ამ დროს ნიკამ მინდა რომ ამოიღოს გამარჯვებული. ამაგარია, ისი ტელევიზორიც აქვს. მართლა? მოდი ჩართე და ნახოთ როგორ აჩვენებს ტელევიზორში. გეხოცები ჩართე და გადასარევი ავტომობილი. არა, რა მინდა ნახოთ მანქანაში როგორ გამოიყურება ჩვენი გათამაშება. კარგი, დადგა დრო. დადგა დადგართ გამოვავლინოთ. სალამ პოა. Fly with me. იფრენს კიდევაც. ოდნავ ცოტა ხანი უფრო მე სასიამოვნო მოგონებებთანაც საკავშირებს. ეს არაჩვეულებრივია. ეხლა მანქანა ჯობია თუ 1000 ლარი ყოველ თვე. იცი რა, მანქანაც კარგია, 1000 ლარიც კარგია, 5000 ლარიც კარგია და ორკაციანი მოგზაურობაც კარგია და ისიპარი ხომ კარგია და კარგია, იმიტომ რომ არა ისიპარი, ვერ მიგებდია ყველა. ეგეც მართალია. ეს მომენტი. აი ეს და გადაიღო, კი. ხო, უნდა და სელფი არ გადაიღო. კარგად არა, სელფი არა, ეს სურპრიზის ეს ამოღების ზეიმი უნდა გადავიღო. სტეფო ამოიღოს, ამოიღოს. ეს ხუვიდან უნდა ამოვაძრო ეხლა. და მე რეთქვა ნიკალომიძის ხელებს. აბა შენი ოქროსი ორი ამბავი არის აქ, ან ნიკალომიძის ხელებს ვენაცვალე, ან არა, რატო ყველა ვარიანტი ვენაცვალია. მაშასე, ამ არაჩვეულებრივი ავტომობილის მფლობელი გახლავთ ბილეთის პატრონი ნომრით 0 0 1 9 1 4 0-1-9-1-4. ეს ის იღბლიანი ნომერია ბილეთისა, რომელმაც თქვენ მოგიყვანათ სახში სულ ახალი Toyota CHR. გილოცა! ძალიან მაგარი მანქანა და მე წარმოდგენილი მაქვს ახლა რა ხდება იმ ადამიანების ოჯახში. ეს არის კივილ-ცივილი და ერთი ამბავი, რა მაგარია. მამა ანდეიდა ხომაჩუქება მანქანას. აუცილებლად, აშვილი მამა ხო იცი რომ ჩემია, აი თუ არა მართვის მოწმობა მაგა თელი ამბავია. მაგარია. კიდევ ერთხელ რაღაცა იცი თქვენთვის ხო ძალიან მაგარია, ვინც ეს ავტომობილი მოიგო და ვინც ის საჩუქრები რომელიც დღეს გავათამაშეთ, მაგრამ ჩვენთვის 10-ჯერ უფრო 100-ჯერ უფრო მაგარია, იმიტომ რომ გვაქვს საშუალება, რომ და ისიპარი გვაძლევს საშუალებას, რომ ესე გავახაროთ ჩვენი ტელემაყურებელი. და რა თქმა უნდა, ეს სიხარული არ მთავრდება ჩვენ ზუსტად 1 წლით გემშვიდობებით ამ გათამაშებით. ან სეზონურს გავხდით, ჯერ არ ვიცი. როგორც კი გავხდით, რა თქმა უნდა, ნიკალომიძე ჩვენთან ერთად იქნება. დიდი მადლობა ნიკალომიძეს, დიდი მადლობა სტეფანეს, დიდი მადლობა თეონა თავართქილაძეს, დიდი მადლობა ბატონ მიხეილ საკერელს, დიდი მადლობა სრულიად ტელეკომპანია რუსთავიორს.
და ფორმულა კრეატივს და ჩვენს ტელემაყურებელს. ულამაზესი გათამაშება შედგა. გილოცავთ ჩვენ გემშვიდობებით 2020 წლის 25 იანვრამდე რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში და რა თქმა უნდა 6 საათიანი კურიერის შემდეგ. ნახვამდის. Geneti